що зустріч пройшла ვიტყოდი, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა. თუ დიდი მოლოდინები გქონდათ, ბევრ ამას აღმოაჩენდით, რაც იდეალურ სამყაროში გეგმის მიხედვით არ მიდის. მაგალითად, ლიდერებთან შეხვედრა იმდენ ხანს არ გაგრძელებულა, რამდენიც გვინდოდა. შეხვედრის შემდეგ ტრამპი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებდა. თუმცა ჩვენ გარკვეულ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ შეხვედრის ამოცანა ის იყო, რომ ტრამპს უკრაინაზე რუსული მოთხოვნებით ზეწოლა არ დაეწყო. ჩვენ ამას 100%-ით მივახციეთ. შევძელით აგვეხსნა, რომ ტერიტორიების საკითხი მხოლოდ მიწებს არ ეხება, ეს ადამიანებს ეხება. გაცვლა შეუძლებელია. უკრაინისთვის პუტინთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ტრამპს აჩვენოს ნამდვილად მზადაა თუ არა რუსეთი ომის დასასრულებლად. აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ უკრაინამ მისი მხრიდან ყველაფერი გააკეთა. არ მგონია უკრაინაში ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ პუტინთან შეხვედრა მოულოდნელად მშვიდობას მოიტანს. ზელენსკისთან შეხვედრის დროს პუტინი მოულოდნელად არ იტყვის. დიახ, შევცდი, ვაღიარებ, ჯარებს გავიყვან, ტერიტორიებს ვაბრუნებ. I don't think he understands or else არ მგონია, რომ დონალდ ტრამპს ვითარება ესმის ან საერთოდ ადარდებს. ეს ადმინისტრაცია ძალიან ცუდადაა ინფორმირებული გეოგრაფიისა და ისტორიის შესახებ. იმის შესახებ, თუ რა დევს სასტორზე და რატომ დაიწყო ეს ომი. სპეციალური წარმომადგენელი ბატონი უიტკოფი მუდმივად იყენებს რუსეთის არგუმენტებს. არ მჯერა მათი. მათ ასევე არ ესმით ნატო. როგორ უნდა შეგვეძლოს ნატოს მსგავსი ან ნატოს სტილის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა უკრაინისთვის? რა ჯანდაბაა ეს? ან ნატოში ხარ, ან არა. მაგალითად, ჩვენ არც კი გვსურდა პოლონეთიდან ან რუმინეთიდან უკრაინის ქალაქებისკენ მიმავალი რუსული რაკეტების გასანეიტრალებლად იარაღი გამოგვეყენებინა. ეს ისრაელში, იემენისა და ჰუსიტების წინააღმდეგ გავაკეთეთ, მაგრამ უკრაინაში ეს არ გვსურს. ამრიგად, ამ იდეის მიმართ, რომ შევქმნით რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიას, რომლის ფარგლებშიც ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული ან გერმანული ჯარები ადგილზე განთავსდებიან, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. cities. We did that in Israel. They were definitely at the best. ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში ისეთი ერთიანები იყვნენ, როგორც არასდროს გვინახავს. ახალი არაა, რომ ევროკავშირი ხშირად აწყდება გაერთიანების შიგნით წევრ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებას. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერი თეთრ სახლში არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერი გვყავდა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად. ამრიგად ვფიქრობ, რაც ახლა ვნახეთ, ერთობის ძალიან კარგი მაგალითი იყო. We've just seen.